დილამშვიდობისა მოგესალმებით. ჩვენ როგორც ხედავთ, აქ შემოვიყუჟებთ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ამინდია, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერმა ძალიან გაგვიმართლა, დილით მაინც ზამთრული სუსხია. ქოთნის ყვავილები უკვე შიგნით შევიტანეთ, ბოლქვოვნები დავრგით. ნინო გადავიდა ზამთრულ სამზადისზე უკვე კი არ ეტყობა შიფონითაა წარმოდგენილი, მაგრამ არ მცივაო და თუ არ მცივა, ვინ დაატანს ძალას. ზურას ყველაზე უფრო დატვირთული სეზონი აქვს ახლა. მაია არის კეცვაში, ფუთფუთში და წინა საახალწლო სამზადისში. ბავშვები დღეს ძალიან დიდი ჟრიამულით გავაცილეთ თეონასთან ერთად. შემოდგომა გავუზიარეთ და შემოდგომის ნაწილი ცოტა თან გავატანეთ. ჩვენ რაღა დაგვრჩენია. რბილად, თბილად, რა ლამაზი სტუმარი და რა კარგი სტუმრები გვყავდა და რა კარგი იყო მათთან ერთად. ძალიან კარგი იყო. სიხარული და დიდი სიამოვნება მივიღეთ და ახლა რაღა დაგვრჩენია მშვენიერი ყვალამკვარები გვაქვს. როგორ ქვია ნინო? ყვალამკვარი. არ ჟღერს ეგ რაცხა საიმედოდ არ ჟღერს. საიმედოა ძალიან. სოშემლიანი კვერები. სოშემლებ თესხი. ჰა? სოშემლებ თესხი. ყველიანი კვერები. ხო კარგად ჟღერს. მარინას რამეს რო ვეტყვი? რა ფერგია? ყველიანი კვერები. ხო კარგად ჟღერს. ყველიანი კვერები. კი ბატონო, იყოს ასე რა ვქნა. ყველიანი კვერები. თავზე ძალა არა. თავზე ასე ქვია და. დიახ. ძალიან გემრიელია. ძალიან. კი, არაფერი თუნდა ხო, არაშნი, არის ძალიან. გურის ვანიშნე და შეხტა. ემერი დაგაოდა. არ მივიდე გებერჯი. ახეთ მაგარი ვეში მაგ მომზადებული. აბა, უმაწოდეთ გურის ცოტა ცოტა გავათავამო. ზესტაფონში. კარგად ჟღერს. ხივჭა. ოჰოჰო, კაი. ძილულაში კვერცხის ბული. ქუთაისში გოგოვანახე. იმან მოკლა ჩემი გული. ეს ქუთაისურად უნდა. ქუთაისში გოგოვანახე. იმან მოკლა ჩემი გული. რაშვები. არა, მასე. ბიჭო გოგია რაშვი. არა, მასე. აპარავა. რაშობი. რაშობი. ბიჭო აქსენტი რაშობი. შენი ხალი სხვას მიყვება, შენ კი რაშობი. აი, ასია. რაშობი. ბიჭო აქსენტი რაშობი. შენი ხალი სხვას მიყვება, შენ კი რაშობი. მე შენი ხილვა გამიხადა ძნელი. შეხით დამდაკე. გამიხადი მწვაველი. ოხტა კარგია. სალოცავი რასვედი წველი. მესტამიდოა. მე შენ სარკმელთან ლოცს პაველი. სალოცავი სვედი წველი. დარიდა. კარგია. გუშინ ქეთო იყო, დღეს არის დარიდა. გუშინ ქეთო იყო, ამ ქეთოს. შენის გუშინდელი თუ გაპატიო, მაქანა მიტყეპებული. ჩვენ გავიგებთ მაგას ვინ უწევს. მე მაგას დავადგენ გური. გამოძიებას ჩაატარებ. დავადგენ და იმ გოგონას მოუწევს ასე ჩამოვლა გარდენიაში. მე თარგი აღებული მაქვს. რაღა? კოცნის თარგი აღებული ხო, მაქვს. აგებულ დააზომო თუ ჩემზე. აბარა. რას კეიგე ბაკანე იმდენი დადის. იმდენი მიდის და მოდის მაგის დადგენა მგონია კაჭირდება. ეჭმიტანილები არიან. არიან? კი. წითელი პალადები რომ უსვიან ასე. ჩვენი კოლონიობის თავმჯდომარეა. გვარს და სახელს არ დავასახელებ. აბა, დავაი რამე. ცოტა მხიარული რა ჩამაბერძინა. ხიარული. დარწმუნებული ხარ? დიახ. კარგი. ვაკეშია ერთი ხალი. აია. მე ხალხზე დამრჩა თვალი.
გულსმედება როგორც ხალი გახდა ჩემი საფიცარი ხალი ვაი რა ხალი ვაი გულსმედება როგორც ხალი გახდა ჩემი საფიცარი ხალი ვაი რა ხალი უმანში რომ ჩამოივლი ლეხანოლებს გულის ყრება ამისთანაც ჯეირანი ყველა უბანს დანადრება ხალი ვაი რა ხალი ვაი ამისთანაც ჯეირანი ყველა უბანს დანადრება ხალი ვაი რა ხალი ორიგინალში საგენშია ერთი ხალი მე ხალზე დამრჩა თვალი გულსმედება როგორც ხალი გახდა ჩემი საფიქარი ხალი ვაი რა ხალი გულსმედება როგორც ხალი გახდა ჩემი საფიცარი ხალი ვაი რა ხალი გოგო დიდებულავო გულმა ჩემადეგი გულავო ჩემი ყარაციმე სენი მხოლოდ გოცნამ შენი შენი მაინც შემიგნები ჩემი ყარაციმე სენი მხოლოდ გოცნამ შენი შენი აცოცხლი მაია მაინც შემიგნები მაინც შემიგნები მაინც შემიგნები ამინ რაკაია სიტყვაში რა უკეთესი დილა რომ არსებობს ესეთი არა ხო უკეთესი რა უნდა იყოს ამაზე კაი დასაწყისი მე ვერ წარმომიდგენია თქვენი არ ვიცი და მე ასეთი საქართველო მიყვარს სადაც ერთმანეთს უფრთხილდებიან სადაც ერთმანეთი უყვართ ერთმანეთზე ზრუნავენ და ემღერებათ კიდევ ყველას გემღერებოდეთ და სულ კარგად მენახოს თქვენი თავი კიდევ ერთხელ უსაშველოდ დიდი მადლიერება თქვენ კიდევ დიდი მადლობა თქვენ მე მგონი რომ ძალიან კაია. ასეთი დასაწყისი კარგია. სამთრისპირული ხო შემოდგომა. რაღაც აი ლოდი რომ მოგეშვება ისე გვაქვს დაბინავებული. კარგად მილეულია მილეულის გარდა არა სხვა რამეს ვამბობდი. მიპარიატკებული მინდოდა მე თქვა და მაგრამ უხდება რაღაცნაირად და იყო ჯანდაბას დაწყდეს ეგენი ყველა. მიპარიატკებული გვაქვს კარგად შემოდგომა. რა ვქნა იმ საბჭოთა კავშირში დავიბადე და რა ჯანდაბა ვქნა. იცი კიდე რა არის? იოლკა უფრო მენაძვისხეება ვიდრე ნაძვისხე. იოლკა. ჩემთვის აი მაგ ხელა ეს მასხელა რო ვიყავი, ჩემთვის იოლკა იყო. ხო და იოლკა უფრო მე ჩემთან უფრო ახალ წელთან ასოცირდება ვიდრე ნაძვისხე. ახლა მიწუხე. ნისი სოცხალე რა უყური რაღაცა კაია ეგ. ეს უბრალოდ ჩემს წავიღერე. შენთვის ვიყურებს ხუთი კამერა და მრავალ ჯამიერ მრავალ ჯამიერ მე მგონი ეგ დავზოგოთ ნისი სოცხლე ხო ეს დასამუშავებელი იყო შევინახოთ გვექნება მრავალჯერ მე ისეთი მოლოდინი მაქვს ეხლა რაღაცა ბავშვივით მიხარია რომ ნაძვისხე უნდა დავდგა ბუხარი უნდა დავანთო ნინომ უკვე დაიწყო ნიგოზების მოგროვება და საქსერზე სათამაშოები იყიდე. სათამაშოები ბევრი ძველ სათამაშოებს ვაგროვებ, ამასაც გამოვამზეურებ. თელი ისინი სანთლები მომზადებული გაქვს. ბევრი რამე გირლანდები, ხჩიჩილაკებს შეუცვალენ თლათ აზრი დაჭკუა მოქანქარე ჩიჩილაკებს ვაკეთებ. მოკლედ ინდაურები დაგვჭა. ინდაურები დაგვჭა ბერშვეთში ვართ ნინო წასასვლელი. ინდაურები დარჩა გასაპუტი. მაიასთან და აჩიკოსთან უნდა წავიდეთ ინდაურები ჩამოსაყვანათ და მაგათ ინდაური მომეწონა, იმიტომ რომ კალიებს აჭმევდნენ. ნახე როგორ იყო მწყემს იყავს იმ ინდაურებს და ინდაურის ფარას მიდენიან მთელი დღე ყავთ მინდორში, ხო რომ კალიები და წერებით იკვებებიან. და ამ ძღარი მოვყავს უკანო. არ გახსოვს ბალახობენ. სიმინდი გვაქვს მარტო. სახში სიმინდი გვაქვს, სიმინდი ვკვებავთ ბერშვეთში, წარმოიდგინე იმ მინდვრებში კარგად. ხო და იქ გასუქებული ინდაური, ჩემი ვებია 40 დღე ზაროში ჩასვამდა. მერე და ნიგოზის გულს აჭმევდა. კი ბატონო და იმას კი ხონდა ბერგემრელი ხორცი. იმას რომ დიდ ემალის გობზე ჩააზუბზუბებდა,
ზევიდან ურწყულს რომ მოასხამდა, ნახვაღირდა ჭამაკია. არა, ზურა, გაგვეპარა ერთი ამბავი. რამხელ ამბავია, რომ წერებს ჭამდა დაურე კიდე ეს წერების ნაკლებობა, ეს ნაკლები მავნებელი, თან სარგებელი. აბა რა, სარგებელი და თან გასუქებული ინდაური. იმას ხო არაფერი არ არგებს, ისე როგორც ის ბუნებრივი საკვები. სხვანაირი გამოდის. კაი სიტყვა არაა, მაგრამ ვიხმაროთ, კონსისტენცია, იმ ხორცს სულ სხვანაირი მაწიერობა აქვს, სხვანაირი გემო აქვს. ახლა რომ ჭამ, ჩალას ჭამ თუ ხათამს ვერ გაიგებ. ის ფერვაში გაძლის. თუ რა უბედურება. სარგებელთან ერთად კარგი აზრიც დევს მაგ ამბავში. კი, ბუნებრივი ძალიან კარგია ეს ამბავი. და საერთოდ ეკოლოგიური ინდაური. როგორ კარგავთ სოფლად ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნას. ეს ყველაზე უფრო გული მწყდება ამაზე. ცოტა დარჩა ადამიანი, ვინც იცის, შენი ბიცოლა რომაა, რომელთაც ჩვენ უმიზნებთ, რომ აუცილებლად გვინდა წასვლა. რა ქვია, ციცო-ბიცოლა არა? ნაილი ბიცოლა. როგორი კუპატები ეკიდა, როგორი მსუყე ოჯახი აქვს, როგორი მშრომელი. მასეთი ოჯახები ახლა ცოტაა. მე როდის წავიდე? რა ვიცი, როდის ისე მეკითხები ვითომ არჩევანი მაქვს. ხორს ვეღარ აკავებენ იმაში, რა ქვია, მოჭიხულში. ისე მანდარინის რთველში არ ყოფილვარ სიამოვნებით. ხო და აგერ არ წავიდი. სიამოვნებით წავად. პროდიუსერი მანდარინის რთველში კი არა, აგერ არ მიშვებს ლოტკინზე და არაფრის საშუალებას არ მაძლევს. რაც ქართული არაფერი არ მოსწონს, უნდა პრანჭვა გრეხვა მარტო. ქართული რაცა არ უნდა არაფერი. მე ჩვენ წავიყვანდა უთხად მაროკოში ვარ პლანტაცია არის მანდარინი და მოატყუოთ ნატანებში წავიყვანოთ და მაროკოში ხარო. კი ეკუთვნის პროდიუსერს მაგი ჩვენგან. მაროკოში ვარ. და რამე იქში კაც რო წავიყვანია ჯგუფი, ტურისტული ჯგუფი. სადა? იმაში ვართო, რა ქვია, ვიეტნამში ყოლია და უთქვია იმაში ვართო, რომელიც არის ახლა პოპულარული სანახაობა რო არის. იქეთ რო დადიან კაცო საბლეთში. მოკლედ შეცდომით სხვა ქვეყანაში იყო, იმიტომ ის ქვეყანა უფრო იაფიჯ და ყოფილა. ყვილად გაქვთ იმედი, ჩვენი პროდიუსერი კარგად ანსხვავებს მაროკოს და ნატანებს, ასე რომ არა, მაკედან არ გამოვა. არა, რაცხა მაგფერი უნდა მოუწყოთ, იმდენი მაწამა, იმდენს მაწამებს, ყველაფერს რასაც ჩამოვწერ გეგმაში, ბუნებრივს, ლახს, ლამას და ქართულს, ყველაფერს მიშლის. მე დამიძახე, მე აგერ არა. დაძახებული ხარ ლეონდის არ იყოს. აგერ არ ხარ. მეტი რა დაგიძახო. გუშინ ჭინჭრის ელექსირს ასე ვიღებთ, ჩუმად ვიღებთ. ხო არა? ო, არ გამოაჩინო. რაც უნდა, არ უნდა იმის გამოჩენა, იმას ვერ გამოაჩენ. მე მეტი უფროსი არ მყავს და აი ღმერთმა გამომიგზანა საწამებლად. პროდიუსერი. პირდები ახალზე შეგვწვევ ფეთში მეტი. გოჭივით დავატრიალებ შამპურზე. ამას რა თქმა უნდა ამოჭრის ყველაფერს. და მიყავთ ნატანებში. მიყვავს ნატანი. გასაიდა ნაზიბულბული რეზო გაბრიაძე მახსენდება. სტაენა ნასიღარო ჩვენ გუში ვიყავით რეზო გაბრიაძის სპექტაკლზე, ჩემი გაზაფხულის შემოდგომა. ოი, რა სამბოს. მინდოდა გურის მოესმინა, იქ როგორი ხმები აქვს შენახული ბატონ რეზოს. მის გენიოსობას ხო არა აქვს საზღვარი, ჩარჩო, არაფერში არ ჯდება მისი ნიჭიერება, მაგრამ სხვას რომ ყველაფერს თავი დავანება და საერთოდ არაფერი არ გაეკეთებინა და მარტო შენახა ის ხმები, რაც იმ ერთ სპექტაკლშია შენახული. ვისი გინდა რამაშხიკვაძე გინდა, ვისი ხმა გინდა, იქ რო არ არის. ერთი მეორეზე არა წარმოუდგენელი სიყვარული აქვს შენახული, იმას სხვა სახელი არ ქვია. ეს არის გენიოსი კი არა, ჩემთვის იმის იქეთ, რო აღარ არსებობს. ბედნიერება, ამასთან სიახლოვე და შეხება, იქ არის ეგ სიმღერები. ის რომელი იყო ისა კიდე? ის რომ აქვს ძიმე ინდუსტრიის სუბუფი ყოფაქცევის ქალები. მაგარი ტექსტი ქონდა რა. რას მიშობი?
ხო გარემცეა ჩემს ხულში კინდისლია ხო ეგა ვერ გავიგე გენაცვალების სიხა თუ ჩემი ხარ ეგა მეჭედი ვისია თუ სხვისი ხარ გულში რატომ იზიხარ რანინა თუ ჩემი ხარ ეგა მეჭედი ვისია თუ სხვისი ხარ გულში რატომ იზიხარ რანია სვენია შენი ხმა ისე წახვალ ვერ გითხარი საქმემელი მაინც ხეთრი გენაცვალე ჩემი ხარ წინ მიდიხარ როგორც მიდასალმელი რანინა თუ სხვისი ხარ გულში რატომ იზიხარ თუ სხვისი ხარ გულში რატომ იზიხარ ამაზე კაი რამე არსებობს მაგარია საკაიერო ქართველები ვართ კიდევ ერთხელ მოგესიყვარულებით კიდევ ერთხელ მოგეფერებით მადლობას გიხდით ნინო თქმა გინდოდა რაღაც დიდი მადლობა ისევ ჩვენს მაყურებელს კეთილგანწყობის მოსიყვარულეს ყურადღებიანს თბილ და 1000 მადლობა თითოეულ მათგანს მაია შენს გინდოდა რაღაც ყველა მესიჯისთვის დიდი მადლობა მაია ვერ ვაიძულე რამე გითხრას არა მაგის თქმა უნდა არა წამყვანია და სათქმელი არაფერი აქ რა კაია ნახვამდის დიდი მადლობა მეცვეძებდი ვაი სადარვი კიდე კაცო სულ მე ეგ ძალიან დიდი მადლობა ხაზე გქონდა და ეხლა მადლობა ნახვამდის ჩვენ შევხვდებით მომდევნო კვირაში უკვე მოთფუნებული და დამკვიდრებული შიგნით უკვე შენობაში ეზოში ეზოდან წარმოდგენები დამთავრდა კინო წაით სახლში